ტრამპი USAID-ის ჩარევაზე. რა როლი ჰქონდა არჩევნებზე ამერიკის განვითარების სააგენტოს? 2020 წელს ბევრი ცუდი რამ მოხდა. ვფიქრობ, ბევრი ცუდი მოხდა 2024 წელსაც. ამერიკა და მსოფლიო. Deep State ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ. რეჟიმის ცვლილებების მცდელობები Deep State-ისგან. იდაპირე რეოდენ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში საქართველოში, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთხელ რაღაც უწყინარი საქმიანობისთვის მხარდაჭერა. დონორების ორმაგი სტანდარტები. ეს ევროპარლამენტარები დისკრიმინაციას ახდენენ მედია კომპანიის მიმართ, რომელიც არ იზიარებს მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას, ხოლო ამავე დროს აფინანსებენ საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას. ვინ არის სტრასბურგში მიღებული რეზოლუციის ინიციატორი? გონია და ვიცი, რომ მაგალითად არის ამ ქვეყნის დიდი მეგობარი. ევროპის დემოკრატიის ფონდის თავმჯდომარე, რომელიც ქართული მედიის ერთი ნაწილის დასანქცირებას ითხოვს, მეორე ნაწილს კი აფინანსებს. ასეთ მედიებზე სანქციების ამოცანა არის, რომ ქვეყანაში არ ისმოდეს მათთვის განსხვავებული, მათთვის მიუღებელი აზრი. ნატო არა. როგორ აპირებს შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას? რეალობაა, რომ უკრაინის ნატოს წევრობა ნაკლებად სავარაუდოა. ტრამპის ზარი პუტინთან. ჩვენ გარეშე დადებულ შეთანხმებას არ მივიღებთ. რა შეიცვალა ევროპისთვის? ჩვენს გარეშე თქვენ შეიძლება შეთანხმდეთ რაზეც გინდათ, თუმცა ეს უბრალოდ წარუმატებელი იქნება შესრულების გარეშე. გახდება თუ არა ელ-რიადი, მიუნხენი 2. ევროკავშირის პოლიტიკოსების შიში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონუყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 14 თებერვალია. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ყოველდღე ახალი განცხადებები, მილიარდების გაფლანგვის გარდა დონალდ ტრამპი USAID-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობაშიც ადანაშაულებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს უდიდეს დონორს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა ჰქონდა. ტრამპს ამჯერად არ დაუკონკრეტებია რა გზებით, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკის სააგენტოს ფული აქვს ჩადებული ისეთ ამერიკულ მედია საშუალებებში, რომლებიც ტრამპის პოლიტიკას არ იზიარებენ. იმავე საკეთებდა ამერიკის რბილი ძალა მთელ მსოფლიოში. მხოლოდ ერთ წელიწადში USAID-ს 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფინანსებული ყავს 6200 ჟურნალისტი, 7-7 მედია საშუალება და 279 NGO, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. დახურავს დროებით შეაჩერებს თუ შეამცირებს ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ილონ მასკის დოჯი დასკვნას დადებს. ამ დროისთვის კი დაფინანსება USAID-ის გარდა შეჩერებული აქვს ნეტსაც, რომელიც ასევე არაერთ პროგრამას აფინანსებდა საქართველოში, მათ შორის კანვასის სემინარებს. ამერიკული დონორი ორგანიზაციების როლზე საუბრები მიდის კაპიტოლიუმში, სადაც ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ამერიკელი კანონმდებლებიც აღიარებენ, რომ Deep State ხშირად აფინანსებდა სხვადასხვა სახელმწიფოებში რეჟიმის ცვლილებებს, მაგრამ მათთვის მიუღებელია, რომ ამერიკის რბილი ძალა იმავე მეთოდებით ამერიკაშიც მოქმედებს. USAID-ის მიერ არჩევნებზე შესაძლო გავლენის მოხდენის მცდელობაზე ამჯერად ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს. დაკონკრეტდა ქვეყნებიც. ამერიკა და ინდოეთი ეს ის სახელმწიფოებია, რომლის არჩევნებშიც USAID-ის ზეგავლენის მოხდენის ინტერესს დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს. USAID-ს შესაძლოა ჰქონოდა როლი. 2020 წელს ბევრი ცუდი რამ მოხდა. ვფიქრობ, ბევრი ცუდი მოხდა 2024 წელსაც. თუმცა შედეგები იმდენად მასშტაბური იყო, რომ მისი გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ სცადეს. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა სენატშიც. დებატებში მონაწილეების თქმით, ორგანიზაცია ამერიკელი ხალხის თანხებს ფლანგავდა და აუცილებელია მათი თაღლითური საქმეების გამოაშკარავება. სხვა სახელმწიფოებში, ხელისუფლებების ცვლილებებში USAID-ის როლზე საუბრობს კონგრესმენი ტომას მასიც. USAID აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის დროს გამოიყენეს. Deep State ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ, მაგრამ როცა ის გადასახადების გადამხდელთა ფულს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ იყენებს, ეს ღალატი არ არის. ოპოზიციაში გამორიცხავენ, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს რაიმე ფორმით მცდელობა ჰქონოდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ხელისუფლების ოპონენტები ძირითადად იმაზე საუბრობენ, თუ რა პროექტები აქვს დაფინანსებული USAID-ს. საქართველოს შემთხვევაში ნომერ პირველი პრობლემა არის, რომ კლანური სასამართლოს ფასადურ რეფორმას რო აფინანსებდა USAID, ნამდვილად პრობლემაა. ასევე პრობლემაა, რომ ჩინეთთან მოთანამშრომლე ხელისუფლებას, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა რომ გადასცეს ჩინეთს, რომ ეხმარება
ეხმარებოდა აღარ არის ეს პოლიტიკაში ფასადური რეფორმების შესაქმნელად, ეს შეცდომა, აი მაგალითად, როდესაც იუსტიციის სახლის გაკეთებაში მე მეხმარებოდა USAID, როცა მუშაობდა, ეს იყო ძალიან სწორი. მათი დონორული მხარდაჭერით ფინანსდებოდა საჯარო სექტორი, ფინანსდებოდა სხვადასხვა ძალიან საინტერესო პროექტები, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და მიმართული იყო ქართველი ხალხის დახმარებისკენ. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ ის, რაზეც ახლა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, ქართული ოცნების მხრიდან არაერთხელ გაშღერებულა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ USAID-თან დაკავშირებით მათი ეჭვები გამართლდა და დადასტურდა. ფაქტობრივად უკვე შემდგარი ფაქტია ის, რომ USAID და NED და ეს ამერიკის ნაწილში, მაგრამ ევროპის ნაწილში სხვა ფონდებით პირდაპირ ერეოდნენ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში საქართველოში, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთხელ რაღაც უწყინარი საქმიანობისთვის მხარდაჭერა, ეს ნიშნავს ძირის გამოთხრას იმ დემოკრატიული ჩარჩოში, რასაც ქვია დემოკრატია ზოგადად და კანონის უზენაესობა. აუცილებელია ძალიან მკაფიო რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, ვინც ამაზე ძალიან მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს, ეს არის ამერიკის საელჩო საქართველოში და კიდევ ერთხელ ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ რაღაც ლამაზი ბანერები, არამედ ძალიან მკაფიო და არაორაზროვანი განმარტებები უნდა გაკეთდეს იმას დაკავშირებით, თუ რეალურად რაში იხარჯებოდა ფული და ასევე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მომავალში შეწყდეს საქართველოში. USAID-ის საკითხი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ერთ-ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ საუბრობდით და წერილებს წერდით აბსოლუტურად სწორ და მართალმტკიცებულებებზე დაყრდნობით. როდესაც საუბრობთ, რომ USAID სამწუხაროდ აფინანსებდა ისეთ პროექტებს საქართველოში, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს აცხადებდა და ეს მერე დადასტურდა, თავად სამართლიანი არჩევნების დირექტორმა დაადასტურა ეს, რომ USAID-მა იცოდა ერთი თვის განმავლობაში, რომ სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლები იყო გაყალბებული და მხოლოდ 11 დეკემბერს გააჟღერეს ეს ფაქტი. აი წარმოიდგინეთ, რას აფინანსებდა USAID, რომ თურმე მხოლოდ კეთილ საქმეებს ხმარდება USAID-დან ჩამორიცხული თანხები აქაური NGO სექტორის სახით. ეხლა ხო დარწმუნდით, მეგობრებო, რომ თურმე USAID არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ საქართველოშიც აფინანსებდა უკანონოდ ხელისუფლებების გადატრიალებას, რადიკალურ პროცესებს. საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის და მისი გუნდის პოზიცია ჩამოყალიბებულია. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ახალმა ადმინისტრაციამ დაფინანსება შეუჩერა NED-საც. სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა ამ ფონდისთვის თანხების გაცემაზე. ფონდში კი აცხადებენ, რომ დაფინანსების გარეშე ვეღარ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ მთავარ ხარჯებს. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა ამერიკული ორგანიზაციების გარდა კარგად აპროპირებული მეთოდია ევროპელ დონორებშიც. მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც მილიონებს ხარჯავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას საშუალებებში, მათ შორის არის საქართველო. 2013 წელს ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარება, თუმცა USAID-ისა და NED-ის სკანდალის შემდეგ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში EID-ის გამჭვირვალობაც, რომელიც საქართველოში არაერთ მედიას საშუალებას აფინანსებს. კრიტიკული მედიის დამფინანსებელი საქართველოში კრიტიკული რეზოლუციის სპონსორიც არის ევროპარლამენტში. დევიდ მაკალისტერი თან ევროდეპუტატია, თან ევროპის დემოკრატიის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ერთი ხელით ქართული მედიის ერთ ნაწილს აფინანსებს, მეორე ხელით კი მეორე ნაწილს ასანქცირებს. სტრასბურგში მიღებული რეზოლუციის თანაავტორი EID-ის მმართველი საბჭოს კიდევ 3 წევრია. სამივე ასევე დეპუტატის მანდატს ფლობს ევროპარლამენტში. მათი ინიციატივით მიღებული რეზოლუცია მხოლოდ მედიას არ ეხება. მათი აზრით, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ზურაბიშვილი პრეზიდენტად უნდა დარჩეს, საქართველო კი უვიზო რეჟიმის შეჩერებით დასანქცირდეს. ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, მაიკლ გალერი, ბერნარდ გეტა, ჟელიანა ზოვკო, EID-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები არიან. ანუ დემოკრატიის ევროპული ფონდის, რომელიც საქართველოში არაერთ მედია ორგანიზაციას აფინანსებს. პარალელურად კი იმ რეზოლუციის ინიციატორები არიან, რომელიც რამდენიმე ქართული ტელეკომპანიის მფლობელის დასანქცირებას ითხოვს. მათ შორის რუსთავიორისაც. ეს ფაქტი ქართული ოცნებისთვის ადასტურებს, რომ ევროპარლამენტართა კონკრეტული ჯგუფი საკუთარი სუბიექტური ინტერესებით მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ მაკალისტერი და მისი თანამოაზრეები მიღებული რეზოლუციით იმ მედია კომპანიების დაზიანებას ცდილობენ, რომლებიც მათ შეხედულებებს და პოლიტიკას არ იზიარებენ და საზოგადოებას დეზინფორმაციის ნაცვლად ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან.
რეზოლუცია მოითხოვს ქართული მედიის მფლობელებისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა ამავდროულად ევროპარლამენტარები, რომლებმაც ეს რეზოლუცია დააინიცირეს, მაკალისტერი, გალერი, გეტა, ზოვკო, ამავე დროს ევროპის დემოკრატიული ფონდის, იდის მმართველთა საბჭოს წევრები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ევროპარლამენტარები იმ მედია კომპანიების გაუქმებას ცდილობენ, რომელიც მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას არ იზიარებს, ხოლო ამავე დროს იდის მეშვეობით საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებენ. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ზუსტად ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო პროპაგანდისტული ქსელის აღწერილ მაგალითს, რომელიც ახლა ევროპარლამენტისა და იდის მეშვეობით აქტიურად არის გავრცელებული ევროპაშიც. პროპაგანდას უნდა მოიღოს ბოლო. დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა და იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. ოპოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციის ყველა პუნქტს სრულად იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტებს არ უყვირთ, რომ კონკრეტული მედია ორგანიზაციების დონორების, სხვა მედია საშუალებების მფლობელების დასანქცირებას ითხოვენ. არ მგონია, რომ რაიმე კავშირი არის ამ ყველაფერთან, უბრალოდ მგონია, რომ მაკალისტერი, მგონია და ვიცი, რომ მაკალისტერი არის ამ ქვეყნის დიდი მეგობარი, იდი არის დიდი ინსტიტუცია, დიდი ორგანიზაცია, რომელიც მთელი ევროპის და ევროპის პარტნიორი ქვეყნების მასშტაბით ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და ამაზე ყველაფერზე მაკალისტერი არ არის პასუხისმგებელი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარების პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი რეზოლუცია ოპოზიციას ობიექტურ მედიაზე თავდასხმისთვის დამატებით შესაძლებლობას აძლევს. განსხვავებით უცხოური გრანტებით დაფინანსებული მედია ორგანიზაციებისგან, რომლებიც მართველი გუნდის შეფასებით მხოლოდ საკუთარი დონორების ინტერესებს ატარებენ. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტი, რომ ერთის მხრივ თითქოს გულწრფელი ვაივიში, რომ საქართველოში რაღაც ხდება და ამაზე თურმე როგორ განიცდიან ამას, მეორეს მხრივ როგორ თავად აფინანსებენ ამ ტიპის რადიკალიზაციის აქტივობებს, მინიმუმ მიუღებელია ჩვენთვის და სწორედ ამიტოა, რომ გაილაშქრეს იმ კონკრეტულ სახელგვარებზე, მედია ორგანიზაციებზე, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ემსახურება და პირიქით ამხელს სიცრუეში და დეზინფორმაციაში. იმ ტელევიზიებზე, რომლებზეც იყო საუბარი, ყველაზე რეიტინგული ტელევიზიები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს და განსხვავებით ოპოზიციური ტელევიზიებისგან ახდენენ სიმართლის ტირაჟირებას და არა ცილისწამების და დეზინფორმაციის, რა თქმა უნდა, ასეთ მედიებზე სანქციების ამოცანა არის, რომ ქვეყანაში არ ისმოდეს მათთვის განსხვავებული, მათთვის მიუღებელი აზრი. საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რიგით მე-6 რეზოლუციის მხარდამჭერები ითხოვენ ხელისუფლების ლიდერების, მოსამართლეებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დასანქცირებასაც. ისევ იმეორებენ მოწოდებას უვიზო მიმოსვლის სტატუსის გადახედვასა და ახალი არჩევნების ჩატარებაზე. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპულ სტრუქტურებს, პოლიტიკოსებს და მოსამართლეებს აკრიტიკებს და მოუწოდებს მათ იყვნენ უფრო დემოკრატიულები. მუნხენის კონფერენციაზე ჩასული ჯიდი ვენსი დემოკრატიის საფუძვლების შერყევას უწოდებს, რუმინეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და იმავეს განმეორების მცდელობას გერმანიაში თებერვალში დაგეგმილ არჩევნებზე სახიფათო ტენდენციას უწოდებს. ვენსი აცხადებს, რომ ეს ევროპელი ლიდერების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების ნების იგნორირებაა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი თვლის, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსებმა საკუთარ ხალხს უნდა მოусმინონ იმის მიუხედავად ემთხოვა თუ არა მათი აზრი ხალხის აზრს. შეგიძლიათ მიიჩნევდეთ, რომ არასწორია, როდესაც რუსეთი ცდილობს სოციალური მედიის რეკლამებით თქვენს არჩევნებზე გავლენის მოხდენას. ჩვენც ასე ვფიქრობთ. შეგიძლიათ მსოფლიო არენაზეც დაგმოთ ეს, მაგრამ თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება დაინგრეს რამდენიმე $100,000 ღირებულების ციფრული რეკლამით, რომელიც უცხო ქვეყნებიდან მოდის, მაშინ თქვენი დემოკრატია თავიდანვე არც ისე ძლიერი ყოფილა. გავოცდი, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიით გამოვიდა და გახარებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე შეიძლება მოხდეს გერმანიაშიც. ეს განცხადებები შოკის მომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით არის, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების გაუქმებით იმუქრებიან, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ. ვიქცევით თუ არა საკმაოდ მაღალი სტანდარტების მიხედვით.
სოფლიოში მიმდინარე პროცესების და სწრაფი ცვლილებების ფონზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დიდი ნაწილი მოლოდინის რეჟიმშია გადასული, თუმცა არიან ისინი, ვინც კვლავაც აქტიურობენ. პიტერ ფიშერი, რომლის სამშობლოშიც 10 დღეში არჩევნებია ჩანიშნული და სადაც დიდი ალბათობით მმართველი პარტია ვეღარ გაიმარჯვებს, კვლავ ცდილობს სხვადასხვა ინტერპრეტაციებით დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ის დიდი ხანია აკრიტიკებს. ამჯერად გერმანიის ელჩმა დაწერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრიუსელი მოლდოვისთვის 1,8 მილიარდ ევროს დახმარებას ამზადებს. რამდენიმე ცდომილება. პირველი თანხა, რომელზეც პიტერ ფიშერი წერს, არა საჩუქარი, არამედ რეალურად ცესხია, რომლის დაბრუნებაც მოლდოვას პროცენტებით მოუწევს და მეორე. ელჩმა 5 თვის წინანდელი ამბავი წარმოაჩინა სიახლით. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა ოქტომბერში მაია სანდუს არჩევნების წინ მიიღო, რომელმაც ამის მიუხედავად ქვეყნის შიგნით არჩევნები წააგო და პრეზიდენტი გახდა ემიგრანტების ხარჯზე. 1,8 მილიონიდან კიშინოვს დასაბრუნებელი აქვს 1,5 მილიონი ევრო. ამას ახლა ელჩი ფიშერიც აღიარებს, თუმცა მას შემდეგ რაც ის მანიპულაციურ განცხადებებში დაადანაშაულა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. გერმანიის ელჩმა დღის ბოლოს აღიარა, რომ 1,8 მილიონი ევროდან 1,5 მილიონი ევროს ევროკავშირი მოლდოვას სესხის სახით გადასცემს. მანამდე პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ევროკავშირი მოლდოვას თანხას გადასცემს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარი იყო სესხზე. სრული ინფორმაცია ევროკავშირის რეფორმისა და განვითარების მექანიზმის შესახებ მოლდოვასთვის არის საჯარო. ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის უაღრესად შეღავათიანი სესხების წილის, ანუ ძალიან ხელსაყრელი სესხების ნაწილის შესახებ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კითხვა აქედან დაიწყონ. დამატებითი განმარტების გაკეთება გერმანიის ელჩს შალვა პაპუაშვილის პოსტის შემდეგ მოუწია. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ასე ატყუებდა საზოგადოებას ქართული ოპოზიციაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველომ ნაჩუქარი მილიონობით ევრო დაკარგა. საქართველოში გერმანიის ელჩის გუშინდელი პოსტი პლატფორმა X-ზე პროპაგანდის ამ საინტერესო პრაქტიკის კარგი მაგალითია. მისი თქმით, ევროკავშირი მოლდოვისთვის 1,8 მილიარდ ევროს ამზადებს, რითაც იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო აღნიშნული შესაძლებლობის მიღმა რჩება. უცხოური მთავრობის ეგრეთ წოდებული იდის მიერ დაფინანსებულმა მედიამ დეტალების გადამოწმების გარეშე ფართოდ გაავრცელა ეს სიახლე. ერთ-ერთი დეტალის მიხედვით, მომზადებული 1,8 მილიარდი ევროდან დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო არც თუ ისე ხელსაყრელი კრედიტია, რომელიც მოლდოვამ ევროკავშირის პროცენტებით უნდა დაუბრუნოს. ამის შემდეგ აღნიშნული ახალი ამბავი საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა, რათა ის გაბუქებულ სკანდალად ექცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ თითქოს ევროკავშირის ნაჩუქარი ფული დაკარგა. გერმანიის ელჩის აღიარების მიუხედავად გახარიას პარტიაში მაინც ამტკიცებენ, რომ მოლდოვა ევროკავშირისგან 1,8 მილიონ ევროს დახმარების სახით იღებს. ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში კი არ უარყვეს, რომ თანხის დიდი ნაწილი სესხია, თუმცა ევროკავშირისგან ვალად აღებული ფინანსებიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. საქართველოს აზიის განვითარების ბანკიდან, EBRD-სგან, EIB-სგანო სესხებს იღებს დაბალ პროცენტში, რომლის შემადგენელი 30% ფაქტობრივად გრანტია, კარგია თუ ცუდია. ეს არის თანხები, რომელსაც მიეხმარება მოლდოვას ამოქაჩოს ეკონომიკას სწრაფად, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს სესხი არ არის, ეს არის დახმარება, სესხსა და დახმარება შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. ამ დახმარების პირობებში არაფერი არ ახსენები უკან დაბრუნებაზე, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე. სახელისუფლებო პარტიამ ოპოზიციას კიდევ ერთხელ განუმარტა, რას მიიღებს რეალურად მოლდოვა ევროკავშირისგან. ქართული ოცნების წევრებმა გერმანიის ელჩსაც მიმართეს და მოუწოდეს, რომ დიპლომატმა მსგავსი მანიპულაციური განცხადებები არ გააკეთოს. ეს არის რა თქმა უნდა წმინდა წყლის მანიპულაცია, იმიტომ რომ 1,8 მილიონიდან 1,9 არის სესხი, რომელიც მოლდოვამ გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ უნდა დააბრუნოს. თან ეს არ არის 1-2 წელს, ეს არის 3 წელზე გათვლილი. ეს მაშინ, როდესაც ამის პარალელურად, როდესაც საქართველოში უამრავ არაერთი მილიარდი, არათუ სესხი, არამედ პირდაპირი ინვესტიცია შემოდის საქართველოში. კიდევ ერთხელ, ეს ადამიანი და მისი კოლეგები, სხვათა შორის არ არის იგი ერთადერთი ელჩი სამწუხაროდ საქართველოში, უკვე შემჩნეული არაერთ მსგავსი ტიპის მანიპულაციური ინფორმაციების გავრცელებაში არიან შემჩნეულები. ეს ბატონი ეგრეთ წოდებული ელჩი დარჩება ნამდვილად
მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი და ძალიან უხერხული არის, რომ საქართველოსში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც ზუსტად დიპლომატიის ესეთ დაბალ ჭყალებში სტანდარტს დებს და ფაქტობრივად fake news-ების გავრცელებით არის დაკავებული და დახმარებად უნდა წარმოაჩინოს ის რისი 90% სინამდვილეში არის ვალი. აქედან გამომდინარე, თუ ქონია ეს ვინმე მარიცის, მას ძალიან დაბალი წარმოდგენა ქონია საქართველოზე და მას მოუწევს აღიარება, რომ სინამდვილეში ის ამ შემთხვევაში ავრცელებს დეзინფორმაციას და არის სიმართლის. პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში ჯერ დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვასთვის 1,8 მილიარდიან დახმარებას ამზადებს, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებას მოხმარდება. მოგვიანებით კი აღიარა, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი სესხია. უნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფა და დაცინვა, თუმცა შეურაცხყოფა მიაყენა დუბაის მმართველს და არაბთა გაერთიანებულ ემირატებს. ალეკო ელისაშვილმა ირაკლი კობახიძის და შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ფოტო უკვე წაშალა, თუმცა მანამდე წითლად მონიშნა შეიხის ფეხი, რომელსაც თან დაურთო დამცინავი ტექსტი მის სანდლებზე, რომელიც არაბულ სამყაროში ტრადიციული სამოსალის განუყოფელი ნაწილია. ალეკო ელისაშვილის საჯარო პოსტი სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა. სავარაუდოდ მას ლელოს ბოსებმა უსაყვედროს მმართველ გუნდში ელისაშვილის საქციელი არ გაკვირვებიათ. ყოფილმა დეპუტატმა მათი განცხადებით ეთიკური მოქცევა არც პარლამენტში იცოდა, არც ქუჩაში და მით უმეტეს არც საერთაშორისო ასპარეზზე. ლელო დუმს ალეკო ელისაშვილი კი კურიერის პირადი მიუღებლობის გამო კომენტარზე უარს ეუბნება. ამ ადამიანებს უნდა ქართული ოცნების მიმართ თქვა რაღაც შეურაცხყოფელი და საბოლოო ჯამში გამოუვიდათ, რომ დუბაის მმართველიც კი შეურაცხყვეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფასა და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მურიგ ქმედებაში მმართველი გუნდი ალეკო ელისაშვილს სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსის გამო ადანაშაულებს. კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა Facebook გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დუბაის მმართველის შეხვედრის ამსახველი ფოტო დადო და დამცინავი ტექსტი დაურთო. ჩანს როგორც მათი პოლიტიკური გოიმობა და სიქაჯე, ასევე ის რომ როგორც ზურდ ყველაფერი რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენმა საზოგადოებამ იცის რომ დუბაის და საემიროების ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ისტორიული და მასშტაბური არის და ამ ყველაფერს ებრძვიან ისინი. ჯერ დაწერა, თუმცა სოციალური ქსელიდან სტატუსი მალევე წაშალა. კითხვაზე თუ რატომ, ალეკო ელისაშვილმა დღეს პასუხის გაცემა არ ისურვა. თანაგუნდელის დაცვა საკუთარ თავზე ვერც კოალიცია ძლიერი საქართველოს სხვა წევრებმა აიღეს. არ ვიცი, არ მინახავს შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ ამას. ვერ გავაკეთებ თქო ამაზე კომენტარს, სანამ არ გავივლი შესაბამისად ალეკოს არ ვკითხავ. არ არის თან ჩემი საქმე ალეკო ელისაშვილის Facebook პოსტზე კომენტარი გავაკეთებ. ელისაშვილს საქციელი არც კოლეგა ოპოზიციონერებმა მოუწონეს. ჩემი ეს ჩაცმულობაზე დაცინვა საერთოდ მიუღებელი. მეგონია რომ საქართველოს იმდენად კრიზისული და ფუნდამენტური საკითხები და პრობლემები უდგას დღის წესრიგში, რომ საერთოდ ვიღაცის ჩაცმულობაზე აპელირება არასერიოზული მგონია დღეს დღეობით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს პოლიტიკური ფიგურა თუ მოქალაქე. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ელისაშვილმა საკუთარი სტატუსით მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა. უმრავლესობის წევრების განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემომტანი სწორედ დუბაია და მისი მმართველის შეურაცხყოფა ქვეყნის მტრობის ტოლფასია. როგორც ჩანს, ის უფრო მეტ ყურადღებას ელოდებოდა ამ პოსტთან მიმართებაში და რადგან ვერ მიიღო ეს ყურადღება ან დატუქსა ხაზარაძემ ამის გამო ეს პოსტი აიღო, თუმცა როცა საუბრობთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, როცა საუბრობთ მასპინძელი სახელმწიფოს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, ასეთი განცხადებები არ ემსახურება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მით უმეტეს ყველამ კარგად იცის რა პროექტებზეც იყო საუბარი, თქვენ იცით რომ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ჩვენს ქვეყანაში, რაც მინიმუმ 1%-ით გაზრდის ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ალეკო ელისაშვილისგან დიპლომატიური სკანდალი ვერ მოხდება ვერასოდეს, იმიტომ რომ პიროვნება არ არის ასეთი მნიშვნელოვანი ზოგადად ფიგურა. თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქისგან როგორიც არ უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხყოფელი სხვა ქვეყნის წარმომადგენელზე და ხელმძღვანელზე ასეთი დამცინავი კილოთი პოსტის დადება. ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, როგორი პიროვნებაც ბრძანდები. და შესაბამისად ასეთი პიროვნება პოლიტიკაში კი არა, საჯარო სივრცეში არ უნდა გააჩეროს.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა Facebook სტატუსი გუშინ გამოაქვეყნა, თუმცა რამდენიმე საათში წაშალა. როგორ გადაწყდება და ვინ გადაწყვეტს უკრაინის ბედს? მსოფლიოს ყურადღება ახლა მიუნხენისკენაა მიმართული, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა ჩასულია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საკმაოდ დიდ დელეგაციასთან ერთად. უკრაინის ლიდერი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომელსაც ამ ეტაპზე ვერავინ აძლევს, ისევე როგორც ნატოში გაწევრიანების მყარ გარანტიას. ყველაფერი ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ზელენსკისაც და ევროპულ ლიდერებსაც შტატების თავდაცვის მდივანმა გასაგებად უთხრა, რომ დროაბებერი კონტინენტი რეალობას დაუბრუნდეს. რეალობა კი ისაა, რომ უკრაინა ვეღარ დაუბრუნდება 2014 წლის საზღვრებს. ამ წუთებში მიუნხენში უკვე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს. სავარაუდოდ ამ შეხვედრაზეც მოითხოვს ზელენსკი მოლაპარაკებაში ევროპელი ლიდერების ჩართვას, რომლებიც 2 დღეა ეჭვიანობენ. ეს ტრამპის პუტინთან ზარმან გამოიწვია. რა შეიცვლება ევროპისთვის? გახდება თუ არა ელ-რიადი მიუნხენი 2? ევროკავშირის პოლიტიკოსები შიშობენ და აცხადებენ, რომ კონტინენტზე ვერანაირი მშვიდობა ვერ იქნება მათი ჩართულობის გარეშე. სავარაუდოდ უკრაინა ვერ აღადგენს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას. ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხიც, ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი. პიტ ჰექსეტმა მოკავშირეებთან თანამშრომლობაში ცვლილებები დაანონსა და თქვა, რომ ევროპამ თავდაცვაში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რადგან კონტინენტზე ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა მუდმივად არ გაგრძელდება. დღეს ბრიუსელში ჩემი საქმეა დისკუსიაში შევიტანო რეალიზმი. რეალობაა ის, რომ მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლის საზღვრებზე დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. რეალობაა, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროების განთავსება ნაკლებად სავარაუდოა. რეალობაა, რომ მოლაპარაკებების გზით პროცესის დარეგულირების შედეგად უკრაინის ნატოს წევრობა ნაკლებად სავარაუდოა. მე ვრჩები იმ კომენტარებზე, რომლებიც გავაკეთე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის პირველ დღეს. ტრამპმა ომის შეწყვეტის გეგმის რეალიზება დაიწყო. ვაშინგტონიდან ზარი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კიევში უკვე განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ პუტინი და ზელენსკი მომლაპარაკებელ ჯგუფებს აკომპლექტებენ. მხარეების შეხვედრის ადგილად ერ-რიადი დასახელდა. განხილვის საგანია ტრამპისა და პუტინის 90 წუთიანი სატელეფონო საუბრის შინაარსი. საკითხზე ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ესაუბრა. უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული 3 წლიანი ომის გამო რუსეთმა შესაძლოა ბევრი რამ დათმოს. შესაძლოა კი არც არაფერი. ამბობს ტრამპი და კონკრეტულად ასახელებს რა პირობებზე დათანხმება მოუწევს უკრაინას. შეერთებული შტატები არ მეიღებს უკრაინას ნატოში. არარეალისტურია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხიც. ამასთან ერთად ამერიკა უარს აცხადებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე. რუსეთმა შესაძლოა ბევრი რამ დათმოს, შესაძლოა არაფერი. ყველაფერი ვითარებაზეა დამოკიდებული. რუსებმა თქვეს, რომ შეუძლებელია უკრაინა რაიმე საშუალებით ნატოში მივიღოთ. მე აქედან გამომდინარე მოქმედებ. ფიქრობ ეს ყველა მიცოდა. თუ უკეთესი გარიგების დადება შეძლებენ და ამაზე მოილაპარაკებენ, მე უარზე არ ვარ. მე მინდა რომ სისხლის ღვრა დაასრულდეს. უკრაინა არასდროს ყოფილა ნატოში და არასდროს მოუთხოვია წევრობა ამ დრომდე. ასე რომ ეს მოცემულობაა და მე ვთვლი რომ ასეც უნდა იყოს. პუტინამდე დიდი ხნით ადრე რუსეთში საუბრობდნენ რომ ვერ დაუშვებენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ეს ძალიან მკაფიოდ თქვეს. მე ვფიქრობ რომ ომის დაწყების მიზეზი ეს იყო. ბაიდენმა და ზელენსკიმ დაიწყეს ამაზე საუბარი. ტრამპის და პუტინის საუბრის შესახებ განცხადება კრემლის პრეს-სპიკერმა გააკეთა. დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი და თეთრი სახლი უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავენ. განიხილება პროცესში უკრაინის ჩართვის შესაძლებლობაც. Так или иначе, конечно же, Украина. ასე თუ ისე უკრაინა მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, იქნება ამ დიალოგის რუსულ-ამერიკული ორმხრივი მიმართულება და ასევე უკრაინის ჩართულობით წარმოებული მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, ამგვარი შეხვედრის ორგანიზებისთვის დრო არის საჭირო. ეს შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე იყოს. მას შემდეგ, რაც ლიდერებმა პოლიტიკური ნება გამოთქვეს და სამუშაო კონტაქტების დასაწყებად თანაშემწეებს ყველა შესაბამისი განკარგულება მისცეს, მოთმინება გვმართებს, რომ ამ კონტაქტებმა მუშაობა დაიწყოს. ტრამპის სამშვიდობო პროცესი კიევისა და ბრიუსელის მონაწილეობის გარეშე დაიწყო, რაც უკრაინის პროტესტის მიზეზი გახდა. ზელენსკი არ მიიღებს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის ჩართულობის გარეშე იქნება მიღებული. ზელენსკი შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და მოლაპარაკებების პროცესში უკრაინისა და ევროკავშირის ჩართვას ითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წავიდეს, რომლითაც მას უნდა მოლაპარაკება ორმხრივი იყოს. მას და
შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ როგორც სუვერენული ქვეყანა ჩვენ გარეშე დადებულ შეთანხმებას არ მივიღებთ. მე მჯერა რომ ევროპელებიც უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრი. მე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის პრიორიტეტია და ამერიკის გარეშე გარანტიებს ვერ ვხედავთ. მე ვიცი რომ ამერიკელებს არ უნდათ რომ ჩვენ ნატოს წევრი გავხდეთ. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. ტრამპის დაწყებულ პროცესს ბრიუსელის შეფასება მოჰყვა. პოზიცია გაახმოვანა კაია კალასმა. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროპის ზურგს უკან მიღებული ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს. ნათელია, რომ ჩვენ ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს. ნებისმიერ შეთანხმებას ასევე სჭირდება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობა. ასე რომ უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას და ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. თქვენ გჭირდებათ ევროპა და უკრაინა ამ შეთანხმების შესასრულებლად. ასე რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს გარეშე თქვენ შეიძლება შეთანხმდეთ რაზეც გინდა, თუმცა ეს უბრალოდ წარუმატებელი იქნება შესრულების გარეშე. ნებისმიერი სწრაფი მოგვარება არის ბინძური გარიგება, რომელიც წარსულში გვინახავს. როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად მინსკის შეთანხმებებზე და ეს უბრალოდ არ იმუშავებს. უკრაინაში ომის დასრულების პირობებს ნატოს წევრი სახელმწიფოები მიუნხენში განიხილავენ. ერთმანეთს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და ევროპელი ლიდერები ხვდებიან. BBC წერს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში კიევის ჩართვამდე ევროპელი ლიდერები ეცდებიან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველყვან. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ელჩთან გასნობითი შეხვედრა გამართა. დიპლომატმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და პარტნიორების გაღრმავებაზე. ხუთს ხელბორკილები გარეთ დაადეს ერთ კიბრალი ციხეში დაუმძიმეს პოლიციამ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კიდევ ერთი მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა თბილისში ოზურგეთსა და ურეკში აყვანილებს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერისა და მიმართვისთვის აქვს წაყენებული. გამოძიებამ დაადგინა და ფარულადაც ჩაწერა დაბა ურეკში ერთ-ერთ სახლში მიმდინარე კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც დაზარალებულებს მუქარითა და ცემით აიძულებდნენ სხვადასხვა რაოდენობის თანხის ჩარიცხვას მათ ანგარიშებზე. ფულის რაოდენობა, რომელიც მოქალაქეებს შავი სამყაროსთვის უნდა მიეტანათ, არც ისე ბევრია. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების სახელით დაზარალებულებს 100 ლარსაც კი ართმევდნენ, მაქსიმალური თანხა კი 1800 იყო. დაბა ურეკში თაყაიშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაირკვა, რომ ამ სახლში კრიმინალური გარჩევები ხდებოდა. ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერის და მიმართვისთვის პოლიციამ 5 პირი დააკავა. სპეცოპერაციები თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში ჩატარდა. ჩემი თავი იყო იქიდან ახსენები. მე ვიცოდი აი 1800 ლარს უნდა დაგიგულიყო. შენ არ ჩამაყენე საქმეში. 1500 ლარს. ნუ ახლა დამადები რა, მაიფული რაცა დარჩენილი ზემოდან 1800 ლარს რაცა დარჩენილი აწყობი და ბოლომდე ეს ფარული სატელეფონო საუბრები დაკავებული 5 პირის საქმეში მთავარი მტკიცებულებებია. გამოძიების ინფორმაციით ქურდული გარჩევებით, მუქარით, დაშინებით და კრიმინალური გავლენებით კონკრეტულ პირებს თანხას ძალავდნენ. აპრობლებია რატომიერთი უნდა დაგიანო ბელადეჯებოდი. რაღაცა უნდა ამერიკა, უნდა მეკითხა, ხოდაზე ბოდიში. ვიჯო ეხა შენ ბოდიში ვისწავლა შენი ბოდიში რა ძნება ახალგაზრდა ბოდიში. შენ 1800 ლარს მოუთხარი და ხიდი ყველასაზე მეკითხე ვაფშე. ხუთა მიმართებაში ხარ ცუდა. ფარული ჩანაწერების მიხედვით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ერთმანეთს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. შენ აბა მოიწევდა მათულებს, ჩემი და მოგ ატო ვიდეო. გაგი შენ ხარ ამ ხარი დაწიე ვიდეო. ხარი დაწიე ვიდეო. ხარი დაწიე. მეტი დამაჯერებლობისთვის და ავტორიტეტის მოპოვებისთვის ბრალდებულები ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების სახელებსაც იყენებდნენ. ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ თანხას საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდისთვის, ჯეირან კინწურაშვილისთვის უნდა ჩაერიცხა. რაო ბიჭო, რა გიხარ ჯეირანაზე მაქვს ფული ჩასარიცხი. შენ ბიჭო უეჭელის მნიშვნელობა ესე გესმის? ა? რა, უეჭელის მნიშვნელობა ესე გესმის მეთქი? ჩალიჩო ძმა და 6 საათი მომიტანებენ და დაგირით. გადასარიცხი მაქვს ჯეირანასთან. სადაგდი ხარ ბიჭო? სახლი. შენ მოგშეს კეთილებს, ეგ შენ შენ არ გითხარი ბიჭო დღეს
300 ყველა დაურიცხე მეთქი ჯერ ატომი აკელი 350, მაგრამ მერე რა იყო ბიჭო კიდევ 100 რომ მიგიკლია. ბავშვო დილით მომიტანე ის ფული თუ მოგ. გაიგე? კი, თქვენაშვებით. ეიდე ბიჭო შეშ არაგავი. დაკავებულ 5 პირს ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა. ისინი ახლა წინასწარ ორთვიან პატიმრობაში რჩებიან. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი პირი. მას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს. გამოძიება 40 წლის მამაკაც ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. ბრალდებულების პოზიცია ნაწილობრივ ცნობილია. მათი ნაწილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მოპოვებული მტკიცებულებები დანაშაულის ჩადენის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის ადვოკატებისთვის. მართლმებელი არის ბიზნესმენი, რომელიც ასევე ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა ურეკში და სხვა კრიმინალურ საქმიანობასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ბრალდებული საქმის ვინც არიან პასუხისმგებაში ნაწილი პირები არიან ურეკის მაცხოვრებლები, რომელთაც მეზობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ის არც ერთ წარმოადგენს საქმეში არსებულ მასალაში არ ფიგურირებს, არც არის მოხსენიებული და შესაბამისად ჩვენთვის მიუღებელია აღნიშნული ბრალდება და შესაბამისად მასზე რაიმე განმარტების მიცემაც კი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულების პირადი და სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით მობილური ტელეფონი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet-მა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 ჯერ შეასრულებს, საკუთარ ჟურნალში მგზავრებისთვის საქართველოს შესახებ სტატია განათავსა. მომნუსხველი დედაქალაქი პარიზული და ამავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტი, ასე აღწერს სტატიის ავტორი თბილისს. სტატიას სათაურით შესაბამისი აქვს 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი. თუმცა დედაქალაქის გარდა სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის უძველეს კულტურასა და ტრადიციებზეც. 158 გვერდიანი გამოცემაში საქართველოს 3 გვერდი აქვს დათმობილი, სადაც ასევე საუბარია ქართულ სამზარეულოზე და უნიკალურ ქართულ ღვინოზე, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს. აქ ყველაფერი მომწონს. ქართული ღვინო, სამზარეულო, არაჩვეულებრივი არქიტექტურა. თბილისი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩება. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურები ამბობენ, რომ დედაქალაქი სტუმართ მოყვარეობით, ლამაზი ხედებითა და არქიტექტურით გამოირჩევა. განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში პირველად მოხვდნენ. ფილიპინებიდან ვარ. ჩემი პირველი ვიზიტია. განსაკუთრებით მომწონს ქართული სამზარეულო, ღვინო, აქაურობის ხშირი სტუმარი ვიქნები. საქართველოში მეორედ ვარ, თუმცა ჩემი ოჯახი პირველადაა და ვაცნობ აქაურ კულტურას. უკვე დავაგემოვნეთ ტრადიციული კერძები, რა თქმა უნდა ღვინოც. თბილისი არაჩვეულებრივი ქალაქია. 10 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი, ვრცელ სტატიას ავიაკომპანია EasyJet-ის მგზავრები გაეცნობიან. საბორტო ჟურნალ Traveler-ში თბილისის ყველა ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი. ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქვეყნის პოტენციალი მსოფლიო მასშტაბით იზრდება. ჟურნალი აღნიშნული სტატიით მოუწოდებს მოგზაურებს, რომ 2025 წელს საქართველოში თბილისის დედაქალაქს ეწვინონ. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი სტარტია. სწორედ ბრიტანულ ბაზარზე, როდესაც ჩვენ ორი ახალი ავიაკომპანია გვამატება პირდაპირ ისები, ლევანდელ წელს განსაკუთრებული ყურადღება გვექნება მარკეტინგულ კამპანიაში ბრიტანეთის ბაზარზე, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში. EasyJet-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას მარტის ბოლოდან იწყებს. ფრენებს კი ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა ავიაკომპანია EasyJet-თან და British Airways-თან და დღეს უკვე ავიაკომპანია EasyJet-ის საბორტო ჟურნალში განთავსებული არის სტატია საქართველოს შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიები სწორედ თავარი მიზანს ემსახურება იმისთვის, რომ წარმატებული იყოს აღნიშნული ავიაკომპანიების ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ავიაკომპანიის შემოსვლა ხელშეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას აღნიშნული ქვეყნებიდან და ამასთანავე ჩვენ გვაქვს დაგეგმილი არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა ავიაკომპანიასთან ერთად, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას აღნიშნულ ქვეყნებში და რა თქმა უნდა დაასტიმულირებს ტურისტული ნაკადების შემოდინებას ჩვენ ქვეყანაში. ავიაკომპანია თავის მხრივ გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას და მეორეს მხრივ სახელმწიფო განაგრძობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ამბავი ქართული სამზარეულოს, კულტურისა და ღვინის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ არაერთ ქვეყანაში ჩააღწევს. ასეთი იყო დღევანდელი დღე 14 თებერვალი და კურიერი 9 საათზე. ადრინდელ წუთში ჩვენს ეთერს ლაშადვალიშვილი ბაკურიანიდან განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას და ორშაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის.